კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მოგესალმებით. ეთერში TV კვირიკეს პროექტი ვირჩევთ პროფესიას. მე კი მისი წამყვანი 171 სკოლის მოსწავლე ანანო მაჭავარიანი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია კალათბურთელი საბა ნერგაძე. მადლობა მობრძანებისათვის. გამარჯობოთ. საბა, პირველი კითხვა ასეთი მექნება. როდის დაიწყეთ კალათბურთის თამაში? ბავშვობაში, სადღაც მეორე კლასში ვიყავი. მე დავანებეთ ცოტა ხანად 13 წლის ასაკში გავაგრძელე. და როდის მიხვდით, რომ ეს იყო თქვენთვის სასურველი პროფესია? ეს ბავშვობაში ეგრევე როგორც კი შევეხებულს მაშინვე მივხვდი, რომ აღარ მოშორდებოდი არასდროს. კალათბურთი თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეში სავარაუდოდ რამდენ ხანს ვარჯიშობთ? გააჩნია ბურთთან 1-4 საათი და ფიზიკურად 1-2 საათი დაახლოებით. ალბათ ძალიან რთულია ასეთ რეჟიმთან უცებ შეგუება თუ თავიდანვე ესე დაიწყეთ? არა, როცა რაც სიამოვნებს, არა რა მაგას ის რაღაც შეგაწუხოს ან პირიქით რა, სულ მეტი და მეტი გინდება და პირიქით ხან-ხან ისე ვარ ხოლმე, რომ ცოტა დროსაც ვაჭარბებ და ბუზელნიკს ვაყენებ ხოლმე ვარჯიშს. არის თუ არა ესეთი გუნდი, რომელშიც თამაშსაც იზურებდით? ნებისმიერი აქ არა, ამერიკაში. მაგაზე ვოცნებ ბავშვობიდან, ძალიან ესეთი ცოტა რთულია, ვოცნება აიხდინა. ყველაზე რთული რა არის კალათბურთში? ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ თქვენ? მე პირადად ფიზიკურად გავძლიერებული ვიყავი, იმიტომ ძალიან სუსტი ვიყავი და ბურთს ადვილად ფლობდი. და მაგის ის არის რა ყველაზე რთული, რომ ასე ძლიერი ხარ. რომ გიადვილება თამაში. მაინტერესებს აი კალათბურთში არის თუ არა რამე სპეციალური სტანდარტი ან რამე ზომები, რასაც მოთამაშე შეუნდა აკმაყოფილებდეს? ეხა სიმაღლე სასურველია თუ მეტრა 85-ს აღემატება. და ფიზიკურად მოქნილი უნდა იყოს, სწრაფი, სისხარტე უნდა ქონდეს. და არ უნდა იყოს ესე ვთქვათ ცხიმიანი რა, გამომშრალი და ათლეტური უნდა იყოს კალათბურთელი რა. ყავთ თუ არა საყვარელი კალათბურთელი? რა თქმა უნდა. ჯორდანით იწყება და მთავრდება. ბევრი ყავთ. არა, ბევრი არ ერთი. აჰა, გასაგებია. რატომ მაგას ვუყურებ? ყველაზე მეტად რომელი თამაში დაგამახსოვრდეთ, თუნდაც რომელშიც თქვენ იღებდით მონაწილეობას ან საერთოდ? ჩემი, ერთხელ იყო, როცა ახალი მორჩენილი მქონდა ფეხი და რაც სუსტი გუნდი ვიყავით მაშინ ძალიან და მარტო მოვაგებინე თამაში. 64 ქულა, 16-3-იანი და ასეთი კაი თამაში იყო ძალიან. წამივიდა ასე ვთქვი. თქვენ რა პოზიციაზე თამაშობთ და რა ნომერი ხართ? მე ვარ 2 ნომერი. შემტევი. გასაგებია. როგორც ვიცით, ახლა ფეხბურთში ძირითადად თვითონ მოთამაშეები ირჩევენ თავიანთ მაისურის ნომერს და კალათბურთშიც ესეა და თუ ესეა, რატომ მაინდა-მაინც 2? თავიდან არა. შენ ამბობ პოზიციურად 2 ნომერი ვარ თქო და ისე მაისურზე 7 ვიყავი ხოლმე ხშირად და 18. 18 პირველად მომცა ტრენერმა და აღარ შემიცვლია. და 7 რატო? 7 უბრალოდ მე მიყვარს ძალიან ეგრეც საბას ნიშნავს აფრიკულად 7 და კიდე ბევრი რამე არის რა 7 რასაც უკავშირდება და მაგარი საინტერესო რიცხვია რა. მიყვარს. გასაგებია და ეხლა მაინტერესებს აი თვითონ ჩვენ ქვეყანაში საქართველოს რა პერსპექტივები არსებობს პროფესიონალურად კალათბურთელების განვითარებისათვის და თუ მონაწილეობენ მაგათად კალათბურთელები ან თქვენ თუ იცით საზღვარგარეთ გასვლის პროგრამებში და რამდენად შესაძლებელია მათი უცხოური მოღვაწეობა ან უცხოურ კლუბში მოხვედრა? მოდი მე ესეთ რამეს ვიტყვი. ერთ პატარა ამბავს მოყვები რა.
საქართველოში საერთოდ არის უფრო ნაცნობობით ყველაფერი რა და ძალიან იშვიათია რომ მარტო ანუ შენი ინიციატივა ქონდეს რომ ალბურთი ითამაშო და ეს დაგიფასდეს რა. ეხლა მე მაგალითად მასე ვარ რა, უგუნდოდ ვარ და იმიტომ არავინ არ მყავს და მაგიტო რა ესე არის რა და ერთი ამბავი იყო მაგალითად ესეთი გუნდი არის კაქტუსი კი არა და რა ქვია მას მაკაბი ჯამლეთ ხუხაშვილი ახლა გეცოდინებათ სულ ეგ არის ხოლმე იმას რა ქვია მატჩები რო არის ხოლმე მაგას მიყავს ხოლმე ნაკრების ისინი და ზრდის ახლა დიდებული მოთამაშეებიან ძალიან ვაფასებ თითოეულ მათგანს რევაზიშვილებს კაი ბიჭები არიან მონდომებულები და აქვთ პერსპექტივა რა და მაგათან მივედი და ვითამაშე და ნუ ვარჯიშზე ჩავუგდე 8 სამქულიანი ყველა ის თამაში წავაგეთ მაგრამ ძალიან ის იყო რა დიდი წინააღმდეგობა გაუწია თვითონ მაგ რევაზიშვილს და მე ჯამლეტამ მითხრა რომ მოკლედო შენო კიო შვენიერი ბურთები იყო ისაო მაგრამ მეო ეს უნდა გავყიდო და შენ ამაშინა დამეხმარო რა როცა გახვალ მოედანზეო პასი უნდა მისცე ამ ბიჭსო თუ არა და შენ თუ ესურიო სკამზე დაჯდებიო მითხარი კარგით მალოთ მეთქია და წავედი და იმის მერე რა მინდოდა იქ გასაგები ანუ ინტრიგებიც და არის ყველგან ეს თქვენ როგორც ვიცით ასევე წერთ ლექსებს ძალიან კარგ ლექსებს თან კარგს არის რამდენი კრებული გაქვთ გამოცემული 5 და არ გიჭირთ ამ ორი სრულიად განსხვავებული სფეროს ერთმანეთთან შეთავსება? არა, პირიქით ეგ ერთმანეთს უთავსდება. კალბურთის პოეზია არის რა ჩემთვის. ანუ როცა გადიხარ იქ მოედანზე მუსიკა აქვს თავისი ბურთის ბრახვა. ჩემი ის არის უბრალოდ სიამოვნე. მე იმის გამო არ თამაშობ, რომ რაღაც ფული ვიშო მაგითაც მიყვარს და მაგით. ეგრეა ლექსებიც. როდის დაიწყეთ წერა? ანუ როდის დაწერეთ პირველი ლექსი? პირველი ლექსი დავწერე 15 წლის ვიყავი. რაც უკვე ზამთარი მოახლოვდა და ცოტა ესეთ პერიოდი რაც მოწყენილი ჩემს ცხოვრებაში და მაშინ და საყვარელი პოეტი გყავთ? ტერენტი გრანელი. აი ხშირად ანუ მე ჩემს წინასწარმოებსაც ვკითხე ამაზე რომელიც სიმღერებს წერდა ხშირად და თითქოს ყველა შემოქმედს აქვს რაღაც ადგილი ან თუნდაც რამე ფრაზა რომელიც აძლევს შთაგონებას და ამის შემდეგ წერს და თქვენ თუ გაქვთ ასეთი ადგილი ან რამე განლაგება როდესაც წერა გინდებათ? ასე წერ ხოლმე ყოველთვის ძილის წინ. ან ნუ შეიძლება რაღაც 1000-ში ერთხელ რამე ქუჩაში მივიდე უცბად რაც მომაფიქრდეს უცბად რაღაცა და ის საყვარელი ფრაზა არაფერი უბრალოდ ჩემს თავს სულ ვეუნები ერთ იმას წინადადებას ყოველთვის უმეორებ რომ დღეს თუ წაგებული დარჩები მთელი დარჩენილი ცხოვრება იქნები წაგებული რა რომ мотивация და ასე შემდეგ რა სულ რომ რაც მელანქოლიაში არ გადავარდი და კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. თუ იცნობთ ქართულ პოეტებს პირადად თანამედროვეებზე მაქვს საუბარი და თუ მოგდოთ მათი შემოქმედება? თანამედროვეებიდან ერთადერთი ანუ ვერ მოასწარი გაცნობა. რაც ჩემი ძმაკაცი იცნობდა უბრალოდ ნიკო გომელაურს და მე თელ შემპირდა რომ ერთადო რაღაც ჩაუჯდეთო და წავიკითხოთ ლექსებიო და აკრას
ამ საუბრის მერე ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა რა და მერე უბრალოდ იმ დღეს ერთი ლექსიც დავწერე ნიკოს რაც ახეობდა იმას. პირველად ვის უკითხავთ ლექს როცა დაწერთ? პირველად გააჩნია, აი თუ ეხა სიტყვაზე სახში ვზივარ და ძმაკაცი მომადგა რაღაც საუბრის დროს თუ რაღაც ისეთი მომენტი იქნება რომ სიტყვაზე კიდე ლექსები და ის ასე ვთქვათ, ჩემი რო ვერ გავისწორი, ასე ვთქვათ, წერით, შეიძლება წაუკითხო და მე იქვე კიდე რაღაცა დავწერო, ან შევასწორო ხოლმე რა. არ ვიცი, ეგ არა მაქვს რა, ეხა გინდა თუ არა იმას რო წაუკითხო პირველი და ესე. მოკითხავ ხოლმე მარტო ძმაკაცებს და 1000-ში ერთხელ ოჯახის წევრებს. 1000-ში ერთხელ. თქვენ ძალიან ბევრი პოეტი თავის ლექსებში მიმართავდა ვიღაცას და ვიღაცისადმი წერდა ამ ლექსებს. თქვენ ლექსებს თუ ყავს ადრესატი და თუ უძღვნით მათ ვინმეს? კი, მყავდა, ესე იგი ორი მუზა იყო სულ. ერთი იყო ასე ვთქვათ დავარქვი ამ ჩემი შექმნილი ის არის, ასე ვთქვათ, იდეალი, რომელიც არის ესე იგი სულ მოწყენილი. ასე ვთქვათ, სევდის იდეალი შევქმნილი, რა როგორი უნდა იყოს და როცა მინდება რომ სიტყვაზე დავწერო რაც ცოტა ესეთი დამგრუზველი, ასე ვთქვათ, ლექსი, სულ იმას ვესაუბრები, რა რაღაც იმისას გრძნობ და მე ესე ვწერ ხოლმე და თვითონ ქალბატონი იყო ერთი საცოლეც ყავდა და მას უწერდი რა, სულ იმის მერე აღარ დამეწერე რაც დამცილდა. ძირითადად რაზე წერთ ლექსებს? რამ ერთი სტილი თუ გაქვთ ან თემა? რავი, რასაც გრძნობ როგორც ვარ ხომ, ცდილობ რომ ის ასე ვთქვათ, ფურცელზე გადავიტანო რა. ან რაც გამომიულია ცხოვრებაში, რაც პერიოდები იმაზე რა. ასეც არ ვიგონებ ხოლმე. თქვენი ილუსტრაციები უმეტესწილად და მგონი მთლიანად არის გაფორმებული თქვენი კრებულები გაფორმებული თქვენი ილუსტრაციებით. მაინტერესებს ლექსის დაწერის შემდეგ ხატავთ თუ არსებული ნახატებიდან უხამეთ ლექსს? ანუ არის ხოლმე რომ როცა ის სიტყვაზე ას ლექსს დავწერ და მე ას ნახატს და მასშტაბი ხოლმე რა ეგრევე მივაყოლებ ამ ლექსს. ან პირიქით არის როცა ას ნახატი მაქვს ახატული და მე შეიძლება იმას რაც ლექსი დავუწერო. ეგეც არის ხოლმე. ანუ ერთმანეთისგან გამომდინარე შეიძლება ითქვას. გქონიათ თუ არა ისეთი დრო, ისეთი მომენტი, როდესაც ძალიან გინდათ წერან და ვერ ახერხებთ, ანუ იმას გულისხმობ, რომ არ იცით როგორ დაიწყოთ, ანუ რამე მსგავსი. არა, ეგეთიაც არ მჭირს ხოლმე. როცა მუზა მაქვს, ეგრევე წერ. ასეო, ვიცლებ. ბოლოს მინდა დაგისვათ ორი კითხვა, ასე ვთქვათ, რას აპირებთ მომავალში? ანუ არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ თქვენ მოღვაწეობა გააგრძელოთ საზღვარგარეთ და თუნდაც რას გააკეთებთ მას შემდეგ, როდესაც კალათბურთიდან წახვალთ? ასე პასუხს გაგცემ ამ კითხვაზე. ეხლა ძალიან რთული არის ჩემ ასაკში, რომ რაღაცას უკვე სერიოზულს მივახციო. ეხლა მე ვინც ყავდა, ასე ვთქვათ, ჩემი საცოლე ვინც იყო, ზუსტად 8 წელი, 8 თვე, 23 დღე და 7 საათი მიყვარდა ის და მთელი ეს დრო იმაზე ფიქრებს, იმაზე მოკლედ ვიყავი გადართული რა და ჩემს თავს ნაკლებს უკეთებდი. და რომ იმეხედა ჩემი თავისთვის და ცოტა მეტი დრო დამეთმო სიტყვაზე კალათბურთისთვის, დღეს ვიქნებოდი უმაღლესი დონის მოთამაშე, მაგრამ მოხდა პირიქით, ძალიან ეხლა ვარ, ასე ვთქვათ, გამოუცდელი კალათბურთელი, ინდივიდუალურად ძლიერი ვარ და ბევრი მიცნობს და ბევრი დამეთანხმება ამაში, რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ვარ, მაგრამ გუნდური მოთამაშე არა ვარ, მე ვარ გამოუცდელი რა, ანუ მაგის გამო რომ სულ რაღაც გადართული ვიყავი სიყვარულის ამბებში, გუნდში ვერსად ვერ გავჩერდი დიდხანს რა. რაც ნერვების ბრალიც იყო და ალბათ რავი თვითონ ცხოვრების რა. და გეგმავთ საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ აი წელს თუ შევძლებ იმას, რომ ეს 8 წელიწადი 1 წლით ამოვქაჩო და გავხდე იმაზე უკეთესი, ვიდრე უნდა ყოფილიყავი.
მაშინ კი გამო ყველაფერი და რავი წელს ვფიქრობ უკრაინაში რაღაც რამე ისეთ უბრალო გუნდში რომ ვითამაშო და რავი იმედია გამომივა რა ყველაფერი რომ ვაპატიო ჩემს თავს და ეს სინანული გაუშვა თუ არა და ცდილობა დარჩება და მაინც ვაპატიებ რა და ბოლო კითხვას დაგისვათ დღევანდელი გადაცემის რას ურჩევდით მომავალ კალათბურთელებს ტრადიციული კითხვა ესეთი მომავალ კალათბურთელებს ბავშვებს ურჩევ რომ ძალიან ბევრი დრო დაუთმონ კალათბურთს დღეში აქ მინიმუმ 1-6 საათი ბურთთან გაატარონ კომპიუტერში ზრომიელს ეგ Facebook-ს და რაღაც სისულელებს ნაკლებად ავში ტელევიზორს და იმებს გაეკარონ ტექნიკას და სულ იყვნენ ვარჯიშის იმაში რეჟიმში ასე თქვა და ბევრი იძინონ 8 საათი მინიმუმ დღეში 4 ჯერ ჭამონ კარგად და მეტი არაფერი რა უყვარდეთ უბრალოდ ეს სპორტი რა ძალიან კაფე ორჩევა მიეცემათ ძალიან დიდი მადლობა საბა ჩვენი გადაცემა დასრულდა შეგახსენებთ რომ ეს იყო TV კვირიკეს პროექტი ვირჩევთ პროფესიას ჩვენი სტუმარი კი გახლავთ კალათბურთელი საბა ნერგაძე მომავალ შეხვედრამდე მადლობთ კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე, მომავლის საქართველოსთვის.